მივესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვერთვებით პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში რა მოლოდინი უნდა არსებობდეს და როდისთვის თქვენ რა ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ ჩვენი აუდიტორიისთვის, ვინაიდან აგვისტოს ბოლო ეს არის თარიღი, რომელიც როგორც თქვი ევროკომისია მონიშნა საქართველოსთვის. Პირველს ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის და მოწვევისთვის და იმისთვის, რომ ამ თემას ძალიან აქტიურად დაშუქებთ, იმიტომ რომ საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ახსნათ ასევე რა მოლოდინები გვაქვს. ანუ პირველი ის რომ ვადა იწურება, ხო ამაზე ბრიუსელს აუცილებლად ექნება რეაქცია, მაგრამ ეს რა თქმა უნდა გადაწყდება უკვე იმ შეხვედრის დროს, როდესაც არაფორმალურ თუ ფორმალურ რეჟიმში შეხვდებიან ერთმანეთს ევროკავშირის წევრი ქვეყნები. დავაზუსტოთ მაინც რომ ბოლო თვეში ვნახეთ ძალიან ბევრი არაფორმალური შეხვედრა, ან ძალიან ბოლო წუთას დაორგანიზებული შეხვედრა, ამიტომ შეხვედრების დანაკლისი ნამდვილად არ იგეგმება ევროკავშირის წევრებისთვის, ამიტომ როდესაც ისინი შეხვდებიან ამას ნამდვილად განიხილავენ და უკვე უნდა დავალოდოთ ოფიციალურ განცხადებებს მათი მხრიდან, თუ რა, ასე ვთქვათ, დასკვნას მიიღებენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ეს დათქმები ნამდვილად არ შეასრულა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ფაქტები არ გვაქვს იმისა, რომ ქვეყანაც ეს თინათი დავაზუსტებ, ხვალ როცა არაფორმალური შეხვედრა იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, არსებობს მოლოდინი, რომ ამ შეხვედრაზე მათ გარკვეული განცხადებები საქართველოს თემაზე ექნებათ. განცხადებები, რა თქმა უნდა, მაგრამ ნამდვილად განიხილება ეს საკითხი, რამდენად გაკეთდება ამაზე საჯარო განცხადებები, ეს უკვე არ ვიცით, მაგრამ მოლოდინები თავისთავად არსებობს. კი ბატონო, რა იქნება შემდეგ, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღება მთელ რიგ პროცედურებს მოიცავს, მოგვიყევით ცოტა ამ პროცედურების შესახებაც. დიახ, ანუ პირველ რიგში რომ გადაწყდეს, რომ ქვეყანამ არ შეასრულა დათქმები და ამიტომ ქვეყანას გაუქმდება უვიზო მიმოსვლის, ასე ვთქვათ, რეჟიმი, ამის გადაწყვეტილების მიღებას არ სჭირდება ყველა წევრის თანხმობა, ეს მიიღება უმრავლესობის მხარდაჭერით, როგორც თქვენ თვით აქედან გვიდნენ მხოლოდ დაახლოებით, ანუ უმეტესი წევრების რაოდენობა, ჯამში რომ 65% მოსახლეობისა ცხოვრობს ევროკავშირის, ამიტომ აქ ვთქვათ, უნგრეთი ამას ნამდვილად ვერ დაბლოკავს, ან 1-2 ქვეყანა ამას ნამდვილად ვერ დაბლოკავს, მაგრამ რამდენად არის შესაძლებლობა რომ შეგროვდეს ეს რაოდენობა 65%? მე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ რომ ეს დაიბლოკოს, იმიტომ რომ როგორც ვიცით ძალიან ბევრი ქვეყანა რომელიც არის საკმაოდ დიდი, მაგალითად პოლონეთი, მაგალითად საფრანგეთი, მაგალითად გერმანია, ხო? ბალტიისპირეთის ქვეყნები მცირეები არიან ამ შემთხვევაში, მაგრამ ამ დიდმა ქვეყნებმა უკვე ფაქტიურად სანქციების მიმართ ჰქონდათ ძალიან მკაფიო განცხადებები, ხო? პოლონეთმა გამოაცხადა სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მომხრეები, რომელთა გამოც ქვეყანა არის დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის, ხო? ამიტომ მე ვერ ვხედავ მის მოლოდინს, რომ რადგან არის დღეს პოლიტიკური ნება, გარკვეული სახელმწიფოებისა, მაგალითად უნგრეთისა, მე ვერ ვხედავ იმას, რომ თუ ეს დღეს წესრიგში დააყენა ევროკავშირმა, ვერ ვხედავ იმის ალბათობას, რომ ეს დაიბლოკოს. მოლოდინებია, რომ ეს წავიდეს წინ და საქართველოს შეუწყდეს უვიზო მიმოსვლა. ზუსტად იმის საფუძველზე, რომ დიდმა ქვეყნებმა ამაზე არაერთხელ გააკეთეს ბევრი განცხადება. რაც შეეხება რა ხდება შემდეგ, ანუ ეს არის ორი რაღაც უნდა განვიხილოთ აქ. ერთი არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რომელიც არის დროებითი, შეიძლება იყოს 6, შეიძლება იყოს 9 თვით და მეორე არის უვიზო რეჟიმის სრულად შეწყვეტა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოზე არის ძალიან დიდი მონიტორინგი და ევროკავშირი ძალიან ახლოდან აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მე ვხედავ იმას, რომ ეს არ იქნება შეწყვეტაზე საუბარი, იქნება შეჩერებაზე საუბარი, მაგალითად 6-დან 9 თვამდე, რომ დააკვირდნენ, ასე ვთქვათ, მოვლენების განვითარებას, თუ ქვეყანა ვთქვათ დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას, ევროინტეგრაციის გზას, ამის აღდგენა იქნება უკვე მარტივად შესაძლებელი. არის თუ არა შანსი, რომ რაღაც პროცესი მიდიოდეს კულისებში, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ გააგზავნოს რას ჩაწერს, არ ვიცი, იმიტომ რომ მოთხოვნები, რეკომენდაციები მკაფიო არის ბრიუსელიდან, მაგრამ რაღაც ტიპის კომუნიკაციის შედეგად პროცესი გადაავადოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი არის შესაძლებელი. ნამდვილად ყველაფერია შესაძლებელი და ამაზე პასუხი არც მე არ მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არავის არ გვაქვს ცდომა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რა ხდება კულისებში. როგორც ვნახეთ რამდენიმე განცხადებისა და მეც ეს მედიაში ვნახე, ქართულ მედიაში, რომ ქართული ოცნება აცხადებს, რომ მათ არგუმენტები მზად დააქვს და საპასუხო წერილს აგზავნიან, მაგრამ ნუ ეს არ ვიცით უკვე ამ წერილში რა ეწერება და ძალიან რთულია ამის ნახვა, ასე ვთქვათ, გარედან. მაგრამ რადგან ევროკავშირმა ეს დღის წესრიგში ძალიან მკაფიოდ დააყენა, ჩემი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით,
რომ ასე ვთქვათ, განიხილება, რამე გადავადება არის ძალიან დაბალი და რატომ? იმიტომ რომ ფაქტობრივად ვერ ხედავთ ქვეყანაში რაიმე რომელიმე დათქმის შესრულებას. ამიტომ არ მგონია, რომ ევროკავშირმა განიხილოს ამ შემთხვევაში გადავადება ამ პროცესისა, ამ პროცესის დაწყებისა. მაგრამ მე მგონია, რომ უბრალოდ ეს იქნება ევიზო რეჟიმის მიმოსვლის, ასე ვთქვათ, რეჟიმის შეჩერება და არა შეწყვეტა, სწორედ იმიტომ, რომ კიდევ დააკვირდეს ევროკავშირი მომდევნო თვეების განმავლობაში. კი ბატონო, რა განსხვავება ამ შემთხვევაში შეჩერებასა და შეწყვეტას შორის? შეჩერების პროცესში ვერ ვისარგებლებთ ამ პრივილეგიით და შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიხედება საკითხი, შეიძლება დაუბრუნდეს, შეიძლება შეწყვეტისკენ გადაიდგას. ანუ როგორც შუალედური გადაწყვეტილება ასე შეიძლება აღვიქვათ. დიახ, მაგრამ ერთი მაგრამ არსებობს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. უვიზო რეჟიმის მიმოსვლის, ასე ვთქვათ, შეწყვეტა ბევრად უფრო გახანგრძლივებულია დროში, იმიტომ რომ ეს უკვე რეგულაციის დონეზე უნდა შეწყვეტას. ხო, უკვე ერთვება ევროკავშირის საბჭო, ერთვება ევროპარლამენტი, მაგრამ შეჩერების გადაწყვეტილება უფრო ადვილი და დროში მარტივად მისაღები გადაწყვეტილებაა. ძალიან სწრაფია. დიახ, და ძალიან სწრაფი. ანუ ეს თუ შეჩერდა, მის ეფექტს მყისიერად ვიხილავთ. მაშინ, როდესაც შეწყვეტა, შეიძლება თვეები დასჭირდეს, მაგრამ შეჩერება შეიძლება მოხდეს კვირეების განმავლობაში. ანუ ამისი ეფექტი, ასე ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეებზე უფრო მყისიერია შეჩერებისა, ვიდრე შეწყვეტისა. ანუ ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმის, ასე ვთქვათ, რეჟიმის შექმნას, როდესაც ეს არ არის ძალაში, დიდი დრო სჭირდება, ეს არ ხდება, ვთქვათ, კვირეების განმავლობაში, ასევე მის შეწყვეტა სჭირდება დიდი დრო. შეჩერებასთან დაკავშირებით, ანუ ეს უფრო მყისიერია. რამიტომ ამის ასე ვთქვათ გავლენას ვნახავთ მყისიერად. საქართველოს მოქალაქეები ნახავენ ეს. კი ბატონო, თინა, ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან. შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღება ალბათ ფორმალურ შეკრებაზე. პირველი ასეთი, ეს ვთქვათ, დროის თვალსაზრისით შეკრება არის დაგეგმილი ოქტომბერში მინისტრების დონეზე. ანუ როგორც მინიმუმ რაღაც ორთვიანი ლუფტი არსებობს ვიდრე გადაწყვეტილებამდე. როგორც მინიმუმ. არის თუ არა ეს ასე? დიახ, ეს ასე არის დღესდღეობით, მაგრამ მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან турბულენტური აგვისტო იყო ეს ევროკავშირისთვის, ამერიკისთვის, უკრაინისთვის, ხო, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ლიასკას შეხვედრა, ჩვენ ვნახეთ ვაშინგტონის სამიტი. მე არ გამოვრიცხავ და ნამდვილად არის მოლოდინები, რომ საგარეო საქმეთა მინისტერიალი ოქტომბრამდე შეხვდება. იმიტომ რომ აქ ძალიან დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებსაც ველით. ამიტომ თუ არაფორმალურად, თუ ფორმალურად ზუმით თუ ონლაინ ან უბრალოდ პირადად ეს ევროკავშირის ლიდერები შეხვდნენ და საგარეო საქმეთა მინისტერიალი შედგა მანამდე, რა თქმა უნდა, ალბათობა არის, რომ ეს საკითხი მანამდეც განიხილავს. ოქტომბერში ეს ნამდვილად განიხილება და ოქტომბერში ნამდვილად გვექნება პასუხები ყველა შეკითხვაზე, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება მანამდეც მოხდეს განცხადებების გაკეთება თუ რა გადაწყვეტილებას კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოკლედ რომ ავუხსნათ, მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ ასე ვთქვათ, კომუნიკაცია, ინფორმაციაც, რომ ავხსნათ რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ რეზიუმე რომ გავუკეთოთ ამ ამბავს, ვინაიდან ეს არ არის უმნიშვნელო ამბავი. სხვათა შორის, დაკვირვები ხართ თუ არა, საინტერესოა თქვენ როგორ ახსნით, უпростоრად რა კომენტარს გაუკეთებთ ხელისუფლების განცხადებებს, ისინი ცდილობენ ეს გადაიყვანონ, რომ საქართველოს არ წამოეგო შანტაჟს, არ დაიწყო ომი, ამის გამო ის ისჯება ევრობიუროკრატიის მხრიდან, ერთი ეს განცხადება, მეორე ისინი ცდილობენ რაღაც ტრადიციული ღირებულებების დამცავი კანონების, ასე ვთქვათ, უკან გატანას და რომ აქ კაცი კაცია, ქალი ქალია და რომ ისინი ცდილობენ საერთოდ აი ამ სავიზო თემით შიდა რევოლუციური პროცესების სტიმულირებას, რომ მე მათთვის სასურველი მთავრობა მოიყვანონ. ეს არის ვთქვათ, კარგა, რომელსაც ისინი სთავაზობენ ქვეყნის შიგნით აუდიტორიას. რა სიტყვით ამაზე? დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის უბრალოდ ტყუილი და დეზინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ჩავიხედოთ, რა წერია იმ დათქმებში, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს მისცა უკვე სამჯერ, მანამ სანამ კანდიდატის სტატუსს მივიღებდეთ და მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ამ დათქმებსაც რომ თავი დავანებოთ, უნდა გავიხსენოთ, რანაირად შეიქმნა ევროკავშირი, რა კავშირზე არის საუბარი. ამას უკვე ლეგალურ დონეზე, ანუ კანონის დონეზე არის შეთანხმება ევროკავშირის შესახებ, სადაც პირდაპირ წერია რა ღირებულებებზე დგას ევროკავშირი. თუ კი საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თავისთავად ამ ღირებულებებთან უნდა მოდიოდეს თავფატრაში. რა არის ეს ღირებულებები? ეს არის ადამიანის უფლებების პატივისცემა.
ეს არის დემოკრატიული პრინციპების თავისუფლება და ეს არის ის ფუნდამენტური ღირებულებები, რაზეც დგას ფაქტურად ჰუმანიზმი, ხო, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ღირებულებები და ეს არის ზუსტად ის ფაქტები და ღირებულებები, რასაც ევროკავშირის უმაღლესად წარმომადგენელმა კაია კალასმა გაუსვა ხაზი. გავიხსენოთ, როგორ მოხდა ამ წერილის დაანონსება, ხო? ივლისში კაია კალასი გამოდის პრესკონფერენციაზე ის ამბობს, რომ საქართველოში დღეს იზღუდება აზრის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ასამბლეის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ არის დაცული და მაშინ როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება რომ ოპოზიციური ლიდერების უმეტესობა პოლიტიკური ნიშნით იყოს მაგალითად დაპატიმრებული, ხო? და კაია კალასმა უკვე აქ სტატისტიკა მოიყონა, რომ 8-დან 7 პოლიტიკური ლიდერი არის უკვე ციხეშესა ივლისის მდგომარეობით ვსაუბრობთ. ანუ ეს პირდაპირ გარღვევაში არის ადამიანის უფლებებთან, ხომ? ამასაც რომ თავი დავანებოთ საქართველოს მოსახლეობისთვის ავხსნათ, ჩვენი აზრის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება არის და დევს ჩვენს საქართველოს კონსტიტუციაში. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური უფლებები, რომლის რღვევაც დღეს არის საქართველოში ძალიან პირნათლად, ხო? ამიტომ აქ არამხოლოდ გადახვევა არის ევროკავშირის ღირებულებებიდან, აქ არის პირდაპირ წინააღმდეგობაში მოსვლა ჩვენსავე კონსტიტუციურ უფლებებში. ამიტომ ევროკავშირი არაფერს არ ითხოვს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არაფერს არ ითხოვს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს და ევროპულ ღირებულებებს. ანუ ეს პირიქით. ამიტომ ამის სხვანაირად, სხვა ჩარჩოზე გაყიდვა, ასე ვთქვათ, ეს არის პირდაპირ მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია. რაც შეეხება მეორე ფრონტის წამოწყებას და საქართველოს ომში ჩათრევას, ხო? დავიწყოთ იქიდან ვინ ამბობს ამას. ეს არის ევროკავშირი, რომელიც შექმნილია მშვიდობის იდეით და სწორედ იმიტომ, რომ ეს ევროკავშირი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სწორედ ამიტომ ევროკავშირში ომი არ ყოფილა ბოლოს 70 წელია, ხო? ეს ანუ აბსოლუტურად არაფერში არ ჩდება. რაც შეეხება უკრაინას, აქ თავისთავად ვიცით და მე მგონი ეს ყველა ქართველმა იცის, სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს გამოცდილება რამდენჯერ დაიპყრო რუსეთმა საქართველო, ხო, ბოლო 100 წლების განმავლობაში, რომ რუსეთი არის აგრესორი და ეს ომი არის ზუსტად რუსეთის აგრესიის შედეგი და აქ ევროკავშირს უკრაინის მიმართ დახმარების მეტი არაფერი გაუკეთა. კი ბატონო. თინათინ, დაგემშვიდობებით, მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, ყველაზე მოსალოდნელი სცენარი ეს არის უვიზო მიმოსვლის დროებით დაპაუზება. დროებით დაპაუზება. მე ასე ვხედავ. დიახ. კი ბატონო, მადლობა. თინათინ ახვლედი